ბევრი გაუგებრობა და ბუნდოვანება. საით მიდის ეს სისტემა ზოგადად? თქვენ რა ვერსიები გაქვთ მომხდართან დაკავშირებით? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებელს. პრინციპში ლოგიკური არის ეს მიდის იქამდე, რასაც უაღრესად პრიმიტიულ სახეს უაღრესად სასტიკ და სისასტიკეში პრიმიტივიზმი არის. საერთოდ უაღრესად პრიმიტიულ სახეს ღებულობს უკვე. ბიძინა ივანიშვილის ფსიქიური შიშები უკვე იქამდე მივიდა, რომ ფაქტიურად მან დათმო ხელისუფლება. მე ამას როგორც ისტორიკოსი შევადარებ შუა საუკუნეებში და განსაკუთრებით ანტიკურ ეპოქაში გავრცელებული იყო საჭურისების მმართველობა. და არ ვქოთ ამას დღეს რაც საქართველოში არის, არ მინდა აქცენტირება იმას გავაკეთო, რაც იგულისხმება ამ საქმეში. პოლიტიკური საჭურისობა დამყარდა საქართველოში. რატო არჩევდნენ დიქტატორები და ავტორიტარები საჭურისებს? საერთოდ მართვის სახეობები სხვადასხვანაირი იყო, მაგრამ უმეტესწილად აი ძველ დროში, შუა საუკუნეებში და პრინციპში არც დღეს არ შეცვლილა უბრალოდ რაღაცა მოდერნიზება განიცადა. მართავდა ან არისტოკრატია, ესეთი იყო მაგალითად ათენში ეპატრიდები, ძველ რომში იყვნენ ოპტიმატები, არისტოკრატია რაღაცა ჯგუფი ადამიანების, მდიდარი, ძველი წარმომავლობის, ტრადიციების მქონე. მართავდა ხალხი, ან დემოსი, ან ოხლოსი გააჩნია, ხო? დემოსი ხალხია, ოხლოსი არის ბრბო. ხო? ან მართავდა სამხედრო ელიტა. კიდევ ფინანსური ელიტაც, რასაც ჩვენ ოლიგარქიას ვეძახით. პრინციპში ეს ოთხნაირი სახეობა იყო, მაგრამ დიქტატორები უნდობლობას ავლენდნენ ოთხივე ტიპის შიში ქონდათ. არისტოკრატიისაც ეშინოდათ, ხალხისაც ეშინოდათ, ჯარისაც ეშინოდათ, ბურჟუაზიის და ვარქვათას კლასიკური ბურჟუაზიისაც ეშინოდათ და ბოლოს მიდიოდნენ იქამდე, რომ აი უნდა მოძებნო პირადი ნივთები, პირადი მონები. და პირად მონებში ყველაზე მაღალი ფასი ქონდათ საჭურისებს. და საჭურისებით, მაგრამ ხოთაშორის გენიალური საჭურისებით ციცის ისტორია, მაგალითად ჩინეთში იყო ასე ჯინხერ, ადმირალი იყო ხოთაშორის, რომელმაც გრანდიოზული აღმოჩენები გააკეთა, ხო, მაგრამ საჭურისი ვინ არის? წარმომავლობა დაბალი, დაბიო, ბავშვობის ტრამვა, ფიზიკური ტრამვა და აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიური ტრამვა, მიზანთროპია, ადამიანის სიძულვილი, ყველა და ყველაფერის ძულს მას საჭურის. საჭურისი არის კაცი არსაიდან და საჭურისი არის კაცი არსაითკენ. მემკვიდრეობას ვერ ტოვებს. ფიზიოლოგიურადაც და პოლიტიკურადაც. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური საჭურისები მართავენ დღეს საქართველოს. არაფერი ბმა ამ ქვეყანასთან მათ არ აქვთ, არც მორალური, არც ეთიკური, არც არაფრით არ გამოირჩევიან. ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არასდროს არ სად იყო ეს ხალხი? ადრე, როცა ამ ქვეყანას უჭირდა, ან ულხინდა. მათ შორის თუნდაც იმ სისხლიან 9 წელთან, 9 წლის განმავლობაში. სისხლიან 9 წლის პირობებში უკეთეს შემთხვევაში იმ ხელისუფლების დაბალი ფენა იყო. და იქაც საჭურისები იყო. საჭურისების ფუნქცია იყო დაბალი დონის საჭურისები იყვნენ ესენი, ხო? მე ვიძინა მაღაზეა ესენი, ხო? მაგრამ საჭურისების მმართველობა ყოველთვის გიორგი როგორც წესი მთავრდებოდა ისე, რომ დიქტატორს, მეფეს, ასე იყო ეგვიპტეში, ელინისტურ სამყაროში იყო ძალიან, რომში ნაკლებად, უფრო გვიანდელ რომში, სუსტი იმპერატორების დროს საჭურისები მართავდნენ ხოლმე, ხო? ჩინეთში იყო ასე, ხო? როგორც ყოველთვის მერე გუდავენ თავის ბატონს. გუდავენ. და მერე ცუდად ამთავრებენ. ან არმია შემოდის, ან ხალხი ჯანმრთელდება, ან არისტოკრატია შეთქმულებას აწყობს, ან ასეთი რაღაცები. ხშირად იყო. და როგორც წესი აქსიომატური იყო, რომ ცუდად ამთავრებენ. საჭურისები თვითონ ცუდად ამთავრებენ და ამთავრებენ ცუდად ის დიქტატორები და ის ავტორიტარები, ნაირ სახეობის, ვინც საჭურისებს აბატონებენ. დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური საჭურისობა.
ხალხი არ საიდან და ხალხი არ საითკენ. ესენ პოლიტიკურ მემკვიდრეობას ვერ დატოვებენ. ამიტომ მე რომ მკითხოთ ბიძინა ივანიშვილი არის უმძიმეს და ძალიან სახიფათო, არ ვიცი ახლა მას ესმის, მისი ოჯახის ახლა თვითონ ფსიქიურად გადახრები რო აქვს ხადია. ახმებიც გამოდის, მისი ოჯახის წევრებს თუ ესმით, ეს რა ხდება? რუსებმა ჩააჩოჩეს ბიძინა და პირდაპირ ხელით მართვაზე აიყვანეს ქვეყანა. არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი პროფანაცია ხდება. პარლამენტი არ არის, მთავრობა არ არის, პოლიცია არ არის, უშროება უკვე უშროება არ არის. არაფერი არ არის. ხო, აი მაგალითად, სახელმწიფო ხო რა ორი ფუნქცია აქვს, დასჯა და მეურვეობა. ორივე დაკარგა. მეურვეობას დიდი ხანია ქართულმა სახელმწიფომ თავის მოქალაქეების მიმართ მეურვეობა მფარველობაზე უარი თქვა. დასჯა არის ლეგიტიმური დასჯა, ხო? ესეც აღარ აქვს უკვე. აი მაგალითად რძის კაზუსი, რძის სკანდალი. ხო? აი კომუნისტებს ვიღაცას მოწონს არ მეგონი, აღარავის აღარ მოწონს. კომუნისტების დროს გიორგი შენ ხო წარმოგი უკვე დახვრეტილები იქნებოდნენ. დავანებოთ კომუნისტებსთან. ხო, ახლა ჩვენ ამის მომხრე არა ვართ, ხო? დახვრეტის. მიხეილ სააკაშვილის დროს ეს ხალხო დაჟილი იქნება. მე გეტყვი რა იქნებოდა. მიშას დროს ეს რომ მომხდარიყო, მიშა ამგეს დაიჭერდა, თან ბევრ ხალხს დაიჭერდა და სამართლიანად. და ჩვენ მაშინდელი ოპოზიციონერები ამ ხალხს პოლიტპატიმრებად გამოვაცხადებდით. ასე იქნებოდა, მე ხო ვიცი. ამიტომ მივიღეთ ბიძინასთვის ძალიან სახიფათო ვითარება და მდგომარეობა. მან თავის პირად კადრებზეც კი უარი თქვა და მთავარ პოლიტიკურ საჭურის მას რა ქვია, რა გვარი ეს კობახიძეს აი ირაკლი ღარიბაშვილი იცი რომ ყველა მიცით რომ მანდამიც არ მეხატება ისიც კი ჩააჩოჩეს. რატო? იმიტომ რომ ხმა გამოვიდა თავის დროზე რომ რუსული კანონის შემოbrunებაზე უარი თქვა. ისიც კი ჩააჩოჩეს, ისიც კი არ იყო ასეთ რაღაცებს წამსვლელი. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასე მგონია. და არის კიდევ რაღაცეები, რაც წინ არის და გასაკეთებელი. ხო. ამიტომ მივიღეთ აი ასეთი მართლობა მივიღეთ. ბიძინა არის აბსოლუტურად გაშიშვლებული. ამაღამ რომ ვინმე ჯვარისწერია ყველას კაცო, ვინმე შევიდეს და გაგუდოს კაცშვილი ხმას არ ამოიღებს. ბიძინა გესმის აქ არის ხო კამერა? გესმის რა დღეში ხარ? თუ არ გესმის? აღარა ხარ უკვე საქმის დამლაგებელი. საქართველოში სტაბილურობის გარანტორი შენ აღარა ხარ. აგახია კობახიძე ხელისუფლება რუსების დავალებით. თან უარყოფით სელექცია გააკეთა, ხო? არის სელექცია რა, გამორჩევა, რაღაცას აგდებ, რაღაცას იტოვებ. არის დადებით სელექცია, ერთ ადამიანის ნორმალური ადამიანის ბუნება, ეს არის კარგი უნდა გამოარჩიო და ამას ზოგი ევგენიკასაც ეძახის საერთოდ, ხო? ადამიანებშიც იყო გავრცელებული. ხო, მაგრამ არის უარყოფით სელექცია. აი, თავის დროს ბოლშევიკებმა გააკეთეს, საუკეთესო გაანადგურეს. თავის დროს როცა ხელისუფლება, იმიტომ საუკეთესო, ასეთ ხელისუფლებებისთვის საუკეთესო და უკეთესი არის სახიფათო, აპრიორი. ბიძინასთვის კარგი არის სახიფათო. იმიტომ თვითონ არის ცუდი და უარგისი. ამიტომ მასე უარესი და მასე უფრო ცუდი უნდა მოიძებნოს. ხა გაუნათლებელი კაცი რო არის, ყველამ ვიცით, ხო? აი იშვიათად გიორგი, აი საქართველოში მოძებნო მასზე უფრო გაუნათლებელი კაცი და მოიძებნა ყაველაშვილის სახით. ბიძინაზე უფრო გაუნათლებელია. აი ამას ქვია უარყოფითი სელექცია. და ეს თავდება ცუდად ყოველთვის. ეს ბოლო სტადიაში. უკვე აი ჩვენ ამ მდგომარეობაში მივედით, კრიტიკული მდგომარეობა ქვეყნისთვისაც, თითოეულ ჩვენთაგანისთვისაც, საქართველოს მომავლისთვისაც, მისი მემკვიდრეობისთვისაც, საქართველოს მემკვიდრეობას გული, გელათი. სადახართ თქვენ ფარისევლებო? სადახართ ფარისევლებო? საქართველოსთვის რო იბძვით, ქრისტიანობისთვის რო იბძვით, მემკვიდრეობისთვის რო იბძვით, სადახართ გელათი ასე დღეში რო? სამდე გარეჯი გახდება საქართველოს გელათი არის მისახედი. დაიბრუნეთ ის გარეჯი აზერბაიჯანისგან, გაუბედეთ რამე ალიევს.
მაგრამ მივედით ბოლო სტადია არის. ამის იქეთ სტადია აღარ არის. ამის იქეთ მათი კრახია. პოლიტიკური იმედი მაქვს მარტო. თუმცა ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, იმიტომ არ არის ამისი არც საჭიროება, არც აუცილებლობა და მძიმე დაღზდა ფიზიკური შეიძლება აღმოჩნდეს. მით უმეტეს არ ვიცი ახლა ივანიშვილმა წესით უნდა იცოდეს რუსებთან ურთიერთობა რას ნიშნავს. ეს არის კლასიკური ურდო. ოქროს ურდოში რომ მიდიოდი ვინც არ უნდა ჩასულიყო ჩვენ ილხანებში ჩავდიოდით ერთ პერიოდი ყარაყორუმში მე ილხანებთან ჩავდიოდით ხო როცა მიდიოდა ვინმე ყმა ქვეყნის წარმომადგენელი კნიაზი იქნებოდა მეფე იქნებოდა თუ ამირა იქნებოდა ვინც იქნებოდა მას ჰქონდა ორი გამოსავალი ან ოქროთი დააბრუნებდნენ ან თავს მოკვეთავდნენ ბიზნეს უკვე ეს ოქროთი დაჯილდოება გავლილი აქვს უკვე აშკარად თავის მოკვეთა აქვს დარჩენილი რატო უნდა მოკვეთონ თავი როცა ყველაფერი გაუგო ზედმეტია რაშია საჭირო და ყველაფერს რო აკეთებ მე კვეთავენ თავს ასეა აზიას ასეთი თვისება აქვს ჩვენ რატო არ გვინდა აზიური სახელმწიფოში ვიცხოთ აზიური ტიპის სახელმწიფოში იმიტომ რომ იქ ადამიანები რაღაცებს რო ამთავრებენ ასრულებენ აკეთებენ კი არა ჯილდოებენ იმას პობენ მე ეს დასავლური ცივილიზაციის თვისებაა რომ რაღაც დაგიფასდება შთამომავლობა პატივს გცემს და ასე შემდეგ ხო ეს სიუჟეტია აზიურ სიუჟეტში ვცხოვრობთ ხო რუსებმა მოძებნეს უკვე რაღაც უნდათ ისა აღარც ვასალი უნდათ აღარც მოკავშირე მონა უნდა იყო რა აგერ არის საჭურისები პოლიტიკური საჭურისები მოძებნეს დააკომპლექტეს ბიძინა აღათ უნდათ რომ მოდი ერთ არგუმენტს კი არ შემოგაშველებ, უბრალოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ამოვკრიბოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც შენს ამ ვერსიას ამყარებს. რა გაგებით, რომ მაგალითად ის რომ ივანიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა დასავლეთთან კიდევ რაღაც თამაში ქონოდა, ეს ემყარებოდა გარკვეულ მოლოდინს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რბილად რო თქვა სპეციფიურობიდან გამომდინარე არსებობდა თეორიული შესაძლებლობა რომ რაღაც დონეზე ურთიერთობები შენარჩუნებულიყო. რისი წინააღმდეგი სულაც არ იყო ალბათ მოსკოვი, არ იყვნენ ის სახელმწიფოები, რომელთაც საქართველოში დასავლეთის ალტერნატიულად ინტერესები გააჩნიათ, ხო? ხომ არ დააჩქარა ეს გადაწყვეტილება ალბათ რუსეთიდან ზეწოლის პირობებში ამ კადრების ჩანაცვლების თემა, თუ კი სისტემური დიქტატორის მოდელზე გადაყავს რუსეთს საქართველოს პერსონალისტური დიქტატორის გამოკლებით, ასე თქვა, ჩანაცვლებით, ხომ არ დააჩქარა ზუსტად იმან, რომ ივანიშვილს აღარანაირი თამაში აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად გამოხატა თავის პოზიცია, ძალიან მკაცრი, თანმიმდევრული, რომელიც არის გაგრძელება ფაქტობრივად შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესის ერთის მხრივ, გეოპოლიტიკურის და მეორეს მხრივ დამოკიდებულების თავის პარტნიორების მიმართ. მე პირიქით ვფიქრობ, გიორგი, გავიაროთ ახლა ერთად ვიფიქროთ ხმამაღლა ჩვენს მაყურებელთან ერთად, ხო? მე კიდევ მგონია, რომ გადაუკეტეს ზუსტად, თეორიული შანსი რო ქონდა. რატომ გრიგოლ ლილუაშვილი, ხო? იმიტომ რომ ლილუაშვილს ქონდა გარკვეული ბმა ამერიკელებთან ახლა. ეს ცნობილი ამბავია. როცა პოლიტიკაში არის კრიზისი ორ სახელმწიფოს შორის, დიპლომატიაც რო ჩერდება და იკეტება, სპეცსამსახურებს ყველა ვარიანტში ურთიერთობები აქვთ, ხო? ირიბი მაინც, ხო? და ზუსტად ამაშია, რომ არ უნდა კონდეს არც თეორიული ურთიერთობა საქართველოს ამერიკასთან. და მით უმეტეს ხა ჩვენთან რაღაცა ტრენდები ყალიბდება, ტრამპი გონიათ ზოგს ჭკუასუსტი, ზოგს გადარეული სხვა რამე ხდება ხალხო გლობალურად უნდა შევხედება. ერთი კაცი კი არ აკეთებს აქ. ის ტრამპი დიდმა ძალამ მოიყვანა ხელისუფლებაში. მე ამას ვეძახი და თვითონაც ეძახიან, ახლა მე ორიგინალური არა, ევანგელისტურმა ამერიკამ. ასეთი რაღაცები კაცობრიობას გაუვლია, გიორგი, იყო რეფორმაცია, გვახსოვს ხო შაზაუგური, მე იყო კონტრრეფორმაცია. ახლა კონტრრეფორმაცია დაიწყო. ლიბერალიზმის ბატონობა 40 წლიანი დაახლოებით, ხო, დასრულდა და ახლა დაიწყო კონტრრეფორმაცია.
რამდენადაც უკიდურეს სახეს ღებულობდა რაღაცა ერთი, მე იმის საპირისპიროდ ასევე უკიდურეს მოდიოდა. კი, ნუ პოლიტიკური იდეოლოგიური ამიტომ ეს რომ აი ტრამპი ეს არის ამაზე უფრო პრიმიტიული აზროვნების სტილი არ არსებობს, აი ხანდახან სასაცილოც აღარ არის რომ ტრამპი პუტინის აგენტია და აგენტი კრასნოვი და აი ეს რუსები შვებიან ამას უშვებენ, აი ჩვენი აგენტია ეგა რა. აი ინსაიდერმა მოსკოვიდან დაგვიდასტურა რომ პუტინის აგენტია ტრამპი. კარგი რა, ნუ ახლა სანამდე ხალხო რა რაღაცა ცვლილებები რო ხდება ჩვენც უნდა შევიცვალ. დიდი ცვლილება მოხდა, ხო? რაც დაიწყო არ ვიცი ახლა ტრამპის მე ასე მგონია ჩემი აზრით. ტრამპის ქმედება, აი დაყვავება დროებით, რომელიც მალე დასრულდება აუცილებლად. პუტინის მიმართ რევერანსები არის გამოწვეული იმით, რომ მე მგონი ეს არ გამოუვათ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ უნდათ რომ რუსეთი მოწყვიტონ ჩინეთს და დაბრუნდეს ისე დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გახდეს. რა წესი ჩვენ თეორიაში უნდა გვაწყობდეს, ახლა დაწყნარებული და დამშვიდებული რუსეთი გვაწყობს ჩვენ, ხო? რომელიც წესებს იცავს დასავლური ცივილიზაციის ორბიტაზე ბრუნდება. რუსული კულტურა და რუსული ცივილიზაცია ხარ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ მონღოლური გავლენა აქვს, აზიური გავლენა აქვს, ელფერი აქვს, სუნიც აზდის ხანდახან აზიური, ხო, მაგრამ მაინც დასავლური ცივილიზაციის ნაწილია. პეტრე პირველმა რომ მოაბრუნა და მე ეკატერინა რომ ჩააჭედა და ჩააბეტონა ასეა. მაგრამ ხანდახან იცის გაცელქება და მოწყვეტა და გადარევა და გაველურება და რაღაცები, ხო? ახლა ეს რასაც აკეთებს პუტინი რუსეთს, რასაც ყველაზე მძიმე დარტყმებს აყენებს თავის ქვეყანას. 17 ტრილიონი აიღეს ნავთობ დოლარები 2000-დან სამდე ამ ამბებს 14-მდე 8-ს კი შეინარჩუნეს 8-შიც კი, ხო? ეს რომ თავის ქვეყნის განვითარებაში ჩაედო ეროვნული პროექტები ეწარმოებია, ნანოტექნოლოგიები, ახალი ტექნოლოგიები, თბო გამავლები გამოეცვალა რუსეთში ეს ქალაქები რო არის, ახლა აქ რო დენიწავა იმას შემოიფარებ რა თბილтанსაცმელს გადარჩევი და იქ აიყინებ 12 საათში, ხო, რომ გაფუჭდეს. სტალინის დროინდელი თბო გამტარებლები აქვთ. არაფერი არ შეცვალა. და რუსეთი რო განვითარებული იყო და ძლიერი ქვეყანა ყოფილიყო, რეფორმები დაეწყო და კაი პოლიტიკური არ უნდათ, ხო, ეკონომიკური დაეწყოთ, ჩინური მოდელი. საწავიდოდა ან საქართველო ან უკრაინა, კაცო. საწავიდოდა, ხო? ანუ ის არის მთავარი მტერი რუსეთის არის პუტინი. და ამას აუცილებლად ბევრი რუსი ხვდება და რუსული ისტორიოგრაფია ასე შეაფასებს. მაგას ყავდათ ეგეთი მეფე ჟედიმიტრი ერთი, ჟედიმიტრი მეორე, ბევრი ყავდათ ასეთ მანიაკალური გადახრევით, თუმცა ცრუ დიმიტრებზეც განსხვავებული პოზიციონი არის, რეფორმები უნდათ, აზილეს მეფე 3 წლით ადრე მეფეთ აკურთხეს და მერე კრემლის წინ ტალახში აზილეს თავის სისხლში და ტვინში. აი ეგეთი ისტორია აქვს მაგ ქვეყანას რა. ველური ურდოს ისა პოლიტიკური გენეტიკით არის, მაგრამ ნუ რაღაცა მცდელობები იყო, ევროპეიზაცია ხდებოდა რაღაცები, ხო? ამით საიდან დავიწყე, რომ ეს სურვილი აქვს, როგორც ჩანს, მაგრამ არ არის, ასე ჯერთი ასე არ არის, გადახდეს, გადმოხდეს, ახლა ჩინეთს იმდენად ძლიერად აღავს უკვე რუსეთი თავის გავლენების ქვეშ, რომ ახლა ის პუტინის ფიქრობს, რომ კაი 4 წელი შენახარ და 4 წლის მერე რა იქნება და გადამტერებული რუსეთი ჩემტers და რუსეთს თუ ვინმე ტერიტორიას წართმევს, ეს ჩინეთი იქნება. აბა სხვა არც ერთი ქვეყანა არ ეკადნება რუსეთს ტერიტორიების წართმევით. ამიტომ დიდი ამბავია იმ ამერიკაშიც, ხო, ახლა ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, ახლა ნაკლებად ყურადღება მიაქცია. ამიტომ მომწონს ეს ფინელები, ამიტომ არიან სიმპათიური ხალხი, პატარა, მაგრამ მეომარი, შეუპოვარი და საქმეს აკეთებენ ჩუმად. ამდენი ამბები იყო, ჩავიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერ გააგებიეს რაღაცები ამ დროის. ჩავიდა ფინეთის პრეზიდენტი, ძვირფასო მეგობრებო, არაოფიციალურად შეხვდა თავის რეზიდენციაში, რომელიც ფლორიდაში აქვს იმას ტრამპს. ლინსი გრემი ესწრებოდა ამას, სენატორი, პროუკრაინელი, ყველაზე გავლენიანი ტრამპისტი სენატორი, რესპუბლიკელი, 7 საათი ითამაშეს გოლფი. როგორც გამოვიდა ინფორმაცია ხეს ამერიკული პრესიდან, საუბარი იყო, ტრამპს აინტერესებდა, რომ კითხა ფინეთის პრეზიდენტს, რამდენად სანდოა პუტინი. გასაგებია, ძალიან მარტივად და გლეხურად ყვები ახლა.
ერთ ფეხის ნაბიჯზე არ შეიძლება ისინი დობა. მაშინ როგორ მოიქცეთ? ფინეთის პრეზიდენტმა შესთავაზა, დაუნიშნეთ თარიღი. ვადა დაუნიშნეთ, აი ამ დრომდე გაცდით. ამ დროის მერე უკვე სხვა რაღაცები მოხდა, დაითქვა 20 აპრილი. ცნობილია ესა და უკვე თვითონ ფინეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა ესა. ასე მუშაობენ ნამდვილი პოლიტიკოსები და ნამდვილი საქმის გამკეთებლები, ხო? ამიტომ გუშინაც რუბიო გამოვიდა თქვა, რამოდენიმე კვირა დარჩა რუსეთს. კონგრესში მერე უკვე ყულფი იკვრება რა, იმიტომ რომ ვის კაი დემოკრატები გასაგებია, ნოკაუტში არიან, კიდე ვერ გამოდიან იმ არჩევნების მერე. და არ ვიცი როგორ გამოვლენ, მაგრამ თვითონ რესპუბლიკელურ სენატორებში და კონგრესმენებში არის ასეთი განწყობები, რომ ტრამპის მიმართ რა, რომ გაღადავებს ეს პუტინი რა. გატყუილებს. მასხრად ბალისტიკური რაკეტები პირდაპირ ეუბნებიან ამას. მე იყო საკომიტეტო მოსმენა, სადაც ამერიკელი სამხედროები გამოვიდნენ. თავარი საკითხი ხო რა იყო ტრენდი გავრცელებული უკრაინა ომს აგებს. მათ პირდაპირ თქვეს რომ არავითარ ომს არ აგებს უკრაინა. უკრაინას არ შეუძლია შეტევაზე გადავიდეს, მაგრამ თავდაცვით ომს აწარმოებს წარმატებით და უფრო წარმატებით გააგრძელებს ამას. ანუ ყველაფერი იცვლება, ამიტომ ვიყავ მე მშვიდა ერთი ამბავი, კივილი, წივილი, აქ იყო ერთი ამბავი, დავიღუპეთ, დავიკეცით, ეს ვქენით. თურმე კგბ-ს აგენტია ტრამპი, თურმე ისე ხალხო გაცილებთ უფრო სერიოზულადაა საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია რა. და ამ მარშრუტკაში განხილული მსოფლიო პოლიტიკიდან უნდა გამოვიდეთ უკვე ქართველები, დრო არის უკვე. პოლიტიკური სპექტრიც, ჟურნალისტიკაც, მედიაც მათ შორის, ხო? კუბას, მათ შორის მარშრუტკაშიც რაც განიხილება, ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში მარშრუტკაში დიფტეიქია მთავარი თემა. ხო, ამ ქვეყნის მომავალი თვეების პერსპექტივა. რა სურათიც აღწერეთ ახლა ჩვენ დიდ სურათში ტრამპიან, პუტინიან, სიანად და რაზეც ვილაპარაკეთ მანამდე, საითქენაც მიდის ქვეყნის შიგნით მართლობის მოდელი, რაც ვიცით, რა ინიციატივებითაც ოფიციალურად არიან გამოსულები, რა ეგრეთ წოდებული კომისიაც მუშაობს, ის დასკვნად რასაც უნდა დაედოს და ასე შემდეგ, საფუძვლად ძალიან მძიმე სურათს ხატავს უახლოეს თვეების პერსპექტივაში. პოლიტიკური პარტიების გაუქმებას, მედიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს, შემდგარი ფაქტია, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის ფუნქციონირებას დროთა განმავლობაში. საქართველოს პოლიტიკური აქტივობა, ოპონირება შეუძლებელი ხდება. ეხლა ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, კიდევ ერთი ჟურნალისტი ახალგაზრდა არის დაკავებული საბა, ბოდიში რო სახელი დამავიშთა, სორდია თუ არ ვცდები, რომელიც ერთ-ერთი აღმოჩნდა იმათ შორის, რომელსაც მასობრივად აჩერებენ მეტროსადგურებთან გაჩერებებს და ასე შემდეგ და ნუ ეს მე მახსოვს მილიცია, მახსოვს ის პერიოდები, ეგრეთ წოდებული ოპერმუშაკების თავნებობის მასშტაბები და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ მივიღეთ აი ამ ტიპის ქვეყანა და სახელმწიფო, სადაც შვილის გაშვებისაც გეშინია და ლამის არის უკვე შვილის გაჩენის გეშინია ადამიანს და ლამის აღარ არის. ფაქტია, საქართველოში 2024 წლის მონაცემების რეკორდულად დაბალი მონაცემები არის შობადობის. აი ამ სურათის გათვალისწინებით, უახლოეს თვეების ამოცანა, ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობის, ქართული ოპოზიციის 9 აპრილო დღეები დგას, ახლოვდება ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები საქართველოს უახლეს ისტორიაში. რა უნდა იყოს, რისთვის უნდა ვემზადებოდეს და რა უნდა იყოს თავარი პრიორიტეტი? ორმაგი მოხმარება ექნება ამ ცუდ სიტუაციას და გაუარესებოს და გაუარესებს. ერთი, ხელისუფლება ამას გამოიყენებს ამ გაუარესებას საბოლოოდ ჩვენი დადგუნვისთვის, თუ ამის საპირისპიროდ ჩვენ ამ გაუარესებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჭკუაზე მოვიდეთ. და შოკები და აღშფოთებები და დედა როგორ ცუდები არიან, ამაზე რომ კიდე ვიღაცა ლაპარაკობს, აი ესაა მთავარი პრობლემა. ცუდები კი არ არიან. მტრები არიან ამ ქვეყნის. მტერი არის შემოსეული. მტერია შემოსეული. და ზის თბილისში. და მართავს ამ ქვეყანას. მცირე ძალებით. პოლიცია ხო მეძე არაფერზე არ დგას ეს ხელისუფლება. დგას პოლიციაზეც ვერ იტყვი რა, ხარებას ბანდაზე. და ის ხარება კიდე ხვალე რაჭკუაზე გაიღვიძებს, ახლა რო შეხედავს ლილუაშვილი გაუშვეს და კობახიძე და ანრი ოხანაშვილი და ყაველაშვილი და ისინი და ახლა ხარებას ტვინის მაგიერი ალბათ რაღაცა ნერვული კვანძი ექნება, იფიქრე ესენი თუ არიან, მე რა თუ არ უნდა ვიყო. საქართველოს ხო ასეთ ქვეყანა, ვიზე ნაკლები ვარ მე
და მართლაც ხარება რითი არის ნაკლები ამ საჭურისებზე. ხო? პოლიტიკურ საჭურისებზე რითი არის ნაკლები და ამიტომ ვინ როგორ გამოვიყენებთ? ხო, ახლა ჩვენც უნდა გავერკვეთ ახლა. კაი, არ გამოვიდა ეს ოპოზიციის გაერთიანება, ხო? სხვანაირად ფიქრობს ქალბატონი სალომე, სხვანაირად ფიქრობს ვიღაცა პოლიტიკური ჯგუფები, ხო? და მოდი მაშინ სხვაზე გადავეწყოთ, მაშინ ბევრი იყოს. პოლიტიკური პარტიები, სალომე ზურაბიშვილის გარშემო, მის მიღმა, აგერ საზოგადოებრივი, ხო, ბატონი პაატა ბურჯულაძე, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს ხალხში. დიდი ავტორიტეტი აქვს რუსთაველის გამზირზე. პატიმრების მშობლები. პატიმრების მშობლები, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი. კარგი, მაშინ ფუნქციონალური გადანაწილება, ხო? პარტიებიც და ნაწილშიც კი ისე მსჯელობენ, რომ პოლიტიკური პარტიებისაგან ზოგჯერ ამ მასშტაბის რაციონალიზმს აბსოლუტურად გეთანხმებ. ანუ ჩვენ ეს გაჭირვება და ეს საერთოდ კრიზისები არის შანსი განახლების, ან დაღუპვის, ან განახლების, გადარჩენის, რა ყოველთვის ასეა. ომიც ასეა რა. დიდი ომების მერე, დიდი დაქცევების, კატასტროფების მერე სწრაფად იწყებს რაღაცები გავრცელებას. დარგების მიხედვითაც კი ცნობილია ხარ, რომ მედიცინა ძალიან სწრაფად მიდის ომების დროს და ომების მერე, ხო? და ბევრი რაღაცა, ხო, ეკონომიკები და ასე შემდეგ, ხო? ეს ვინ როგორ გამოიყენებს, თორე ეს ახლა უკვე არაბის სინამდვილეში უკვე არაფერზე აღარ ადგას. მე მეცაც გეტყვი, მის გარემოცვაში ერთადერთი დალაგებული ახლა ლილუაშვილის ფანი, მე არასდროს არ ვყოფილი, მაგრამ ხო ძველი ოცნებიდან როცა იყო, მაშინ მაგალითად თვითმმართველობის გაძლიერებას მხარს უჭერდა მაგალითად. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე იყო, კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხო და ერთი ნაწილი, მცირე ნაწილი ვიყავით, რომ თვითმმართველობა გაგვეზარდა, მაგრამ მაშინ არიბაშვილი და ესენი და ბიძინაც დაარწმუნეს და საპატრიარქოს ერთი ნაწილი ჩაერთო, რომ თვითმმართველობის განვითარება გამოიწვევდა ქვეყნის დაშლას, პრიმიტივიზმი ნახე რა, ხო? მაშინ ეს წინააღმდეგობას უწევდა ამას, მაგრამ ნუ ახლა თავი არ გამოუდია, მაგრამ აზროვნების უნდა ერთადერთი ბოლო ადამიანი იყო მის გარემოცვაში, რომელსაც რაღაცა რაციო ჰქონდა. ისიც თვითონ მოიშორა. რატომ მოიშორა? იმიტომ რომ მანიაკეა ჩამოყალიბებული სამკურნალოა, მის ოჯახის წევრებს ვეუბნებთ, ხალხო წაიყვანეთ იმაში ფსიქიატრიულში დროზე. თვით დაზიანებაზე ლილუაშვილის გაშვება არის თვით დაზიანება. აბსოლუტურად დაუცველია ბიძინა. და ვის ჭირდება რო უკვე? სრული კომპლექტი ხელისუფლების, საგანმანათლებლო, სასამართლო და აღმასრულებელი არის ყობახიძის ხელში. ოღონდ არავის აღარ ჭირდება მათ შორის დიდ მოთამაშეებს, იმიტომ რომ რა როლით საქართველოს გააჩნია დიდ რეგიონებს შორის დასავლეთს რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც დაულაპარაკებელია შეერთებული შტატებისა, ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის უბრალოდ ხელჩამოყრილია უკვე არათუ აღარ ჭირდებათ, არამედ პრობლემების შემქმნელი არის ხო, აი ძალიან მარტივად რო გავაგებიოთ მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ არ ჭირდებათ არა მარტო დასავლეთს არ გულისხმობ ჩვენი მაყურებელი რა დავტვირთოთ ხალხო ახლა ყველა დავდივართ თბილისი გორის ტრასაზე, ხო? დასავლეთ საქართველოში მივდივართ, მოვდივართ. აი წარმოიდგინეთ, ხო? ყველა საქმე გვაქვს ზოგს დასავლეთ საქართველოში, ზოგს აღმოსავლეთში და ეს ყველაზე მთავარი არტერია, ძარღვია საქართველოს, ხო? ვიღაცა ტიპი გამოდის გზაზე და აყენებს შლაგბაუმს. და აჩერებს ყველაფერს. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დიდი შლაგბაუმი დააყენა ევროპა, აზიის ცივილიზაციათა გადაკვეთის ადგილზე, რავი, ჩვენ აი შეხეთ საქართველოს როგორი უცნაური ქვეყანა, რამდენი ცივილიზაციური და გეოგრაფიული წარმონაქმნის ნაწილი ვართ. კავკასია ვართ, ევროპა ვართ, აზია ვართ, ახლო აღმოსავლეთი ვართ, წინა აზია ვართ, დერეფანი ვართ, ყველაფერი ვართ. და ჩვენი პერსპექტივაც და ჩვენი პრობლემები აქედან მოდის. ჭკვიანი მმართველები რო ყავდა და ჭკვიანი მეფეები რო ყავდა, ამას იღენებდნენ, მაგრამ უჭკუო და სულელი და ასეთი ხელისუფლები არასდროს არ ყოლია, მაგრამ ყავდა ჭკუა სუსტი მეფეები და მმართველები, იმ დროს ვიღუპებოდით ამის გამო. ორად, სამად გაყოფილი იყო ეს ქვეყანა. ამან ადგა ჩააბარა რუსეთი, თლიანად გადააბარა, დახურა ყველანაირი პერსპექტივა დასავლეთთან ურთიერთობის. ახლა მისმა ამორჩეველმა იფიქროს აწი, ასე გინდათ გაგრძელება? ასე ჩაკეტავენ ყველაფერს ჩაკეტავენ, თქვენ ათესავებს გამოუშვებენ იქიდან.
ფულს რო გიგზავნიან თქვენი ნათესავები იქიდან და თავ საქართველოს ხო რა ინახავს? ინახავენ ჩვენი ემიგრანტები. მეტი არაფერი არ ინახავს საქართველოს. რამეს აწარმოებს საქართველოს, რამის ექსპორტი გვაქვს, ინვესტიციებს შემოდის, რამე გადის, რამე შემოდის, აღებმიცემობა არის თუ რა არის? არაფერი არ არის. გააჩერდა აგერ გეუბნებით კაცო, აგერ რძით წამლავენ ბავშვებს და ხმას არიღებენ მისი აუმრჩეველი, მისი მომხრეები. რატო? იმიტომ რომ სექტანტები არიან, გიორგი. ჩამოყალიბებული ბოროტის სექტაა, შხამიანი სექტა, კოცობა. რისი ქრისტიანები, რა ქრისტიანები, რაზე ვლაპარაკობთ ხალხო? რაზე ვლაპარაკობთ? ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი უბედურება, უკეთურობა შეიძლება ჩაიდინოს ბიძინა ივანიშვილმა და ხმას არ მოიღებენ. სექტაა გაგანია. ამათ რა ეშველება, ახლა ბიძინა ხო არ იქნება სულ ხელისუფლებაში და ესე მერე რა ეშველებათ. ესეც პრობლემაა ამ ქვეყნის. იმიტომ რომ ზოგი გააფრენს, ზოგი გაბოროტდება, ზოგი დეპრესიაში ჩავარდება, საკუთარ შვილებს ებრძვიან, ტყუილზე ეს არის ხალხი, რომელიც საკუთარ შვილებს ტყუილზე იფიცებენ. თუ არ გვინახავს, ჭაღარა კაცი შვილიშვილებს იფიცებდა და მერე აღალბებდა არჩევნებს. ავათარი ეს ხალხი გელათი ინგრევა და ქართველობისთვის იბრძვიან. ეს არის მეტი არაფერი. და არის ის რომ აი ისევე მათი გონება, მე ხო ვიცი კოცებს ახლა ჩემზე უკეთესად ვინ იცნობს. მათი გენერალი ვიყავი თავის დროზე. ხო? თავარი პირუტყული შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის. რატო ექცევიან ამ ეს ქვეყანა, ეს ხალხი რატო ექცევა ამ ხალხს ასე? ამ ქვეყანაში დამნაშავე თურმე ყოფილა ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე. დაანჩენი ანგელოზთა ეს არის დასია საქართველოს, არის 64. მაგრამ ეს მარტო ჩვენ კი არ ეს ხშირად ხდება. ხშირად ხდება ისტორიაში ყოფილა, როცა ერები ცუდად ექცევიან თავიანთ გმირებს რა. ასე მოექცნენ მარიუს, მაგრამ ერთი საინტერესო რაღაცა და დავასრულე. ვინც ცუდად ექცევა თავის გმირებს, ხო, მე ძალიან ცუდად ამთავრებ. ასე მოექცნენ მარიუს რომაელები. იტალიის და რომის გადამრჩენა გერმანელები მოიგერია, კიმბრები და ტევტონები, ხო? გააგდეს. რა არ უქნეს, ხო? მერე მიიღეს სულას პროსკრიფციები. ტერორი მიიღეს, სისხლის ღვრა მიიღეს. და მერე ამას მოყვა სამოქალაქო ომი. დახოცეს, დაწყვიტეს ერთმანეთ, დაიქცა ყველაფერი. ასე მოიქცნენ ათენელები იმას, თემისტოკლეს. საბერძნეთი გადაარჩინა, სალამინის ბრძოლა მოიგო, სპარსელები განდევნა. ათენი გააბატონა ზღვაზე, მანამდე მუხლებამდე ჩადიოდნენ ზღვაში ათენელები და მის მერე გავიდნენ ჰერაკლის სვეტებამდე. ატლანტის ოკეანემდე ერთი კაცის მიერ გაკეთებული ათენური სახელგანთქმული ათენური ფლოტი შექმნა, ხო? გააგდეს. ხო? რა მოყვა ამას? ერთ თაობაში მოვიდა სპარტა და ხვადი მგელივით და შეჭამა ათენი. ასე მოექცნენ კართაგენელები იმას ჰანიბალს. გენიალურ ჰანიბალს. 18 წელი იტალიაში რომს ებრძოდა. და ერთ ჯარისკაც არ უგზავნიდნენ. რატო? იმიტომ შურიანები, რატოა, კარგი, რატო გჯობია ჩვენ? ეს არა, ეს ხშირად ხდება ასეთი რაღაცები ხალხებში. იგივე ხდება ამ კაცთან დაკავშირებით, ხო? არა, პოლიტიკა გავაგრძელო, დემოკრატია გავამყაროთ, თუმცა ბიჟაზე არ ვილაპარაკოთ, ბიჟაზე რა შეიძლება ლაპარაკ კაცო? ბიჟა იჯდეს ციხეში. ერთი კაცი ვიცი, ვინც დამნაშავე ყოფილა ამ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი და მეორე კაცი ვიცი, ვინც ბოდიში მოიხადა ამ ქვეყანაში თავისი მოსაზრების გამო, ეს ორმე, დააჭე, ყველა მართალია. ყველა მართალია, კაცო. და სანამდე მიიყვანეთ ეს ქვეყანა, გინდა აქედან და გინდა იქიდან. სად არის ქვეყანა შეხედეთ? კობახიძე მართავს. კობახიძე. დავით აღმაშენებლის ქვეყანას, ფარნავაზის ქვეყანას, ვახტანგ გორგასის, ასე ისიც მართველი იყო, ესეც მართველია. აი ეს არის თქვენი ფობიების, თქვენი შიშების და თქვენი ახირებების. აი აქამდე მოვედით. გავაგრძელოთ კიდე ასე.
არა არ გვინდა ერთობა შემოგდებულია, ის შემოგდებულია. აი ის რო იტყვის შენ არ კრიტიკა არც ქოცებს მოწონთ და ზოგს უყურებ ოპოზიციაში არც იმგესაც არ მოწონთ კრიტიკა. რავა გაგვიბედე კაცო ჩვენ სიდიადეს როგორ შეეხე. აი აქამდე მოვიდა. ბიძინა არის შედეგი, მიზეზი ჩვენა ვართ. ჩვენი შემგუებლობა, ჩვენი უპრინციპობა. დილი ტაძარში დავდივართ საღამოს ვკითხავებთან. ასეა, რა არ არის ასე? რამდენი დადიხართ ტაძარში და რამდენი დადიხართ იმავე დღეს ვკითხავთან. გობას ნეტა მაგას დიდ ცოდვას არ ჩავდიოდეთ და კიდე გვაბა. და ასე არის, მე იჟება კაც უფლის სამართალი ეგეთია, უფალი მარტო ადამიანებს კი არ ასჯის, გიორგი ხალხებსაც სჯის. გავაგრძელოთ მე კიდევ საუბარი, მადლობა, ძალიან დიდი. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება უფალს, დიდება საქართველოს, აუმარჯოს უკრაინის არმიას. მაინც ჩვენი მოიგებს რა. მაინც დიდგორი გვექნება რა, იმიტომ რომ ბოლო სტადიაში არიან ესენი რა. და ბიძინა არ დაიჯერებ, მაგრამ გულწრფელად მეწოდებ, დიდი ხიფათის ქვეშ ახარ, პირადად შენ უკვე.